მოგესალმებით ძვირფასო გულშემატკივრებო გორიდან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიდან სადაც დღეს გაიმართება მეექვსე ტურის ერთ-ერთი დასკვნითი შეხვედრა გორის დილა უმასპინძლებს გაგრას სატურნე ტალი 29 აბდულმალიკ ოლატუნჯი 8 ნომრით ლაშა მენთეშაშვილი 7 ნომრით ტრეი ფულერი 21 ნომრით ზურაბ მუსელიანი და 10 ნომრით ოთარ ფარულავა გუნდის მთავარი მწვრთნელი აქ იქნება წუთიერი დუმილი მოთამაშეები პატივს მიაგებენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას ძვირფასო გულშემატკივრებო გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას კეკელიძე 25 ვანდერსონ სილვა 6 ნომრით მათე ცინცაძე და 8 ნომრით ილია სკრიპნიკი და წინ ორი შემტევი 9 დავით მუჯირი და 11 ნომრით საბა ზოიძე ასეთი გახლავთ უკვე ჟელკო ლიუბენოვიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდის ძირითადი 11-ეული დაიწყო შეხვედრა ბურთი თამაში შეიყვანეს მასპინძლებმა შეხვედრის გატანა ვიბედოვნოთ რომ ეს 24 თამაში ამ გუნდებისა უკვე მე-7 შემთხვევა ვნახოთ ასეთი როდესაც როგორც დილა ასევე გაგრა მოახერხებს გოლების გატანას და ჯამში საკმაოდ საინტერესო და უხოლიან შეხვედრას ვიხილავთ უნდა ვთქვათ ისიც რომ გაგრა ამ საწყის ტურებში ამ პირველ 5 შეხვედრაში სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობდა და გარკვეულ ფარულავას შესანიშნავი დარტყმა და გატანილი გოლი ამ ეპიზოდში რა კარგად მოხდენილად ზუსტად შეასრულა ეს დარტყმა ოთარ ფარულავამ და ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა 25 წლის შემტევ ნახევარმცველმა რომელიც მუდმივად აქტიურია მუდმივად დილას შეტევების ერთ-ერთი თავარი შემოქმედი და ამ შემთხვევაში უკვე მე-10 წუთზე დილამ სწრაფი გოლი მაინც გაიტანა ამაზე ვიყო აქცენტი გაკეთებული და ფაქტია რომ ეს სურვილი მასპინძლებმა დაიკმაყოფილეს კიდევ ერთხელ განმეორებით ხო კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა დილას აქ გაატარა მეთეშაშვილმა ბურთი იცოდა რა რომ იქ ფარულავა იყო და საბოლოოდ ფარულავამაც ამ უზადო ტექნიკური წინვალე დარტყმით იქ ასხლეტაც იყო მე მგონი თუ სწორად შევნიშნე კი მე მგონი ასხლეტაც იყო ასე იყო თუ ისე ფაქტია რომ ოთარ ფარულავამ ძალიან ლამაზი მსუბუქი რბილი დარტყმით ტექნიკური გასტროლით შეძლო ანგარიშის გახსნა და ამ თამაში პირველი გოლი გავიდა დიეგო ლონგოსთან ერთად აღნიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად ოთარ ფარულავამ რომელიც ბედი. აქ იქნება კიდევ ერთი კუთხური და გაგრელება შეძლეს ის, რასაც ცდილობენ ფაქტობრივად მას შემდეგ, რაც გოლი გაუშვეს მე-10 წუთზე. ნახოთ ამ კუთხურს რა მოხდება, მეორეა რიგით ეს ჩაწოდება. საჯარიმოში დარტყმა და ერთ-ერთი მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება გაგრას მოთამაშეებმა. გოლის ავტორი ვლადიმერ არსიჩი გახლავთ, ბოსნიელი ფეხბურთელი, რომელიც სადებიუტო გოლის ავტორი ხდება გაგრელთა რიგებში. შეხვედრა დილა რუსთავი, დინამო თბილისი დინამო ბათუმი და იბერია მეშახტე. აქ გაგრელები არიან შეტევაში და შეიძლება გოლითაც დაასრულონ ეს იერიში და ჟუაო არაუჟო ახერხებს აქ თავისი გუნდის გადარჩენას და სწორედ მან იხსნა გუნდი, თორემ ცვლებაზე შემოსული გიორგი დარსანია იყო ახლოს გადამწყვეტი გოლის გატანასთან. ხო, დილას დაცვაში არის პრობლემები და ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც გასაგებია რომ გუნდი შეტევაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ბოლო წუთებია ვთქვათ, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში პერიოდულად გაგრელები ახერხებდნენ ისეთი სივრცეების პოვნას, რა სივრცეებიც დილას მოთამაშეებმა გაგრელთა საჯარიმოსთან ნამდვილად ვერ იპოვნეს დღევანდელ თამაში. კერესელიძემაც გადაარჩინა აქ თავისი გუნდი, მან ითამაშა სწორედ ბოლოს ამ ბურთზე და მოიგერია კუთხურზე. ბოლო მომენტი ალბათ დღევანდელი შეხვედრიდან უკვე 96 წუთით იწურება ვანდერსონ სილვა ჩააწვის ბურთს საჯარიმოში, მან დღეს საგოლე გადაცემა შეასრულა და აქ ამ შემთხვევაში უკვე ეს აღარ გამოვიდა. ბურთით დილას მოთამაშეები დარჩებიან და ეს საფინალო სასტვენის ხმა გახლავთ. გოგა